თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კომისიის დებულება დაარღვია. ამის შედეგად კი კრძალისის გამგეობაში ჩატარებული ფინანსური შემოწმების შესახებ მოძიებული მასალები კომისიის გვერდისავლით შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სამსახურს გადაუგზავნა. ეს დოკუმენტაცია ისევ საკრებულოში დაბრუნდა და სარევიზიო კომისიამ სპეციალურად ამ საკითხთან დაკავშირებით სხდომა გამართა. მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით კომისიის წევრები მოპოვებულ მასალებს შეისწავლიან და კვირის ბოლოს სარევიზიო ჯგუფი იმის შესახებ იმსჯელებს, არის თუ არა ამ დოკუმენტაციის გადაგზავნის აუცილებლობა სამართალდამცველ უწყებაში. Naționalul გადაწყვეტილება მივიღე და ესე მოხდა, მაგრამ შეცდომის გამოსწორება თუ გადამია სრული ყოველთვის შეიძლება, ყველა გადაწყვეტილებაში თავისუფალია, როგორც უნდათ კანონის ფარგლებში თქვა, ჩემ წინააღმდეგ უნდათ სასამართლოში მიჩვილებენ, რაც თქმა იმას გააკეთებენ. მე მინდა ხალბატონი ხათუნა საყურადღებოდ თქვა, რომ ეს პირადად მას არ ეხება, უბრალოდ ეხება პერიოდს, როდესაც ხალბატონი ხათუნა ბრძანდებოდა გამგებელი. უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულო. აქ უფრო მთავარია, ვისი დავალებით მოქმედებდა ფარულად ნუგზარ მალაღურაძე, რომლის საქციელი ისტერია და თითოეული ქმედება აშკარად მიუთითებს და მხოლოდ ადასტურებს პოლიტიკურ ეწოლას. გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ საკრებულოს სარევიზიო კომისია არ დაემსგავსოს პოლიტიკურ რეკვიზიციას და განხილული იყოს ყველა ის საკითხი ორივე მხრიდან, როგორც სარევიზიო ჯგუფის მუშაობის, ასევე გამგეობის თანამშრომლების პოზიციები და ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება.